შინაგანი გულწრფელობა არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, როდესაც საქმე მიდის პლანეტის დამუშავებაზე, თუნდაც თვითგანვითარებაზე, თუნდაც ასტროლოგიური სერვისების გარეშე, როდესაც ადამიანი მუშაობს საკუთარ თავთან. თუნდაც მარტო ან თუნდაც ფსიქოლოგთან ყოველთვის ყველაზე მთავარი პრობლემა არის შინაგანი გულწრფელობის გამომუშავება. შინაგანი გულწრფელობა ზოგადად გულისხმობს, რომ მე ვარ გულახდილი საკუთარ თავთან. ეს ნიშნავს იმას, რომ მე არ უნდა უარვყო ის ფაქტი, რაც რეალობა არის. იმის გამო, რომ მე არ მინდა იმის დანახვა. აი თუნდაც როდესაც ადამიანი იძახის, რომ ყველასთან კონფლიქტი მაქვს და მე თვითონ არ ვარ კონფლიქტური. ეს უკვე არის ტყუილი. ადამიანს არ უნდა იმის აღიარება, რომ რეალურად კონფლიქტური იმიტომ არის გარემო შენს მიმართ, რომ შენ თვითონაც ხარ კონფლიქტური, მაგრამ ამის მიღება შენ თვითონ არ გინდა ამის აღიარება. ხშირ შემთხვევაში ეს ხდება ხოლმე გაუცნობიერებლად, ეს ადამიანი უბრალოდ პასუხობს კითხვას ჩაღრმავების გარეშე. ანუ ეს ადამიანი არ აცნობიერებს, აი რატომ ხდება კონფლიქტი ჩემს გარშემო, რის გამო არის ესეთი სიტუაცია, რამ გამოიწვია კონკრეტული კონფლიქტი, რის გამო წამოვიდა ეს აგრესია საერთოდ, რა გავაკეთე, ანუ არ უღრმავდება სიტუაციას და შესაბამისად ავტომატურად იძახის იმას, რაც გონია საკუთარ თავზე, რომ არა მე არ ვარ კონფლიქტური. ანუ ჩაღრმავების პრობლემა და ავტომატურად ყველაფერს უარყოფა, რომ ადამიანს რაც არ მოსწონს, რისი დაჯერებაც არ უნდა, ავტომატურად ყველაფერს უარყოფს. აი ეს არის შინაგანი გულწრფელობის ნაკლებობა. და ხშირ შემთხვევაში ეს ხდება ხოლმე, ეს არის როგორც თავდაცვის მექანიზმი, რომ არ გატყდეს გარემოში რაღაც უფრო სუსტი არ გამოიჩნდეს, რომ რაღაც აი ბარიერი აქვს ადამიანს და ეს ბარიერი ხელს უშლის დამუშავების პროცესს. ადამიანის განვითარების დონე უნდა იყოს შესაბამისი, რომ საერთოდ გაიაზროს ადამიანმა, რომ მე შეიძლება საკუთარ თავს ვატყუებდე და მე შეიძლება უბრალოდ არ მინდოდეს ამის აღიარება. აი ამის გააზრებასაც კი სჭირდება განვითარების კონკრეტული დონე, იმიტომ რომ ყველა ვერ ხვდება ამას. ყველა უმრავლესობა ამას აკეთებს ძალიან ქვეცნობიერად, გაუცნობიერებლად. უბრალოდ ლოგიკურადაც კი შეუძლია შეხედოს ამ ყველაფერს და კონკრეტული სიტუაციები მოიყვანოს, რომ არა მე ხო არ ვარ კონფლიქტური, იმიტომ რომ კონკრეტულ სიტუაციაში მე აგრესია არ გამომივლენია, მე იქ რაღაც კონკრეტულად ხელი არავისთვის დამირტყავს, მაქსიმალურად ცდილობს ლოგიკური ესე ვთქვათ, მაგალითების მოყვანით საკუთარი თავის გამართლებას, რომ აი ეს აზრი არ დაუშვას, რომ თვითონ შეიძლება რაიმე მხრივ იყოს დამნაშავე სიტუაციაში. აი ეს გულწრფელობა, შინაგანი გულწრფელობა ადამიანს აკლია, ეს არ არის გარეგანი გულწრფელობა, რომ მე გულწრფელი ვარ სხვასთან, მე ჩემს თავთან არ ვარ გულწრფელი, მე არ ვაღიარებ კონკრეტულ პრობლემებს და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა თვითგამუშავების პროცესში.